მოგესალმებით მეგობრებო, მოდი ერთად დავაყენოთ შუქუ. აბა, 2, 3, 4, რომელიც მოგეწონებათ, მითხარით და გავაჩერებ. აბა, მოდი ესე გავაკეთოთ. ჯობია. ესე, მეგონი ეს უფრო ჯობია. მოკლედ, დღეს მოგიყვებით ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც საზოგადოებაში ესე ცლად არის გავრცელებული. გუშინ ვიყავი სხვათა შორის ზურაბ ბალანჩივაძის ლექციაზე, უпроსწორედ ტურზე და ბევრიც ვიარეთ, სასიამოვნო იყო. ბევრი ახალი რამეც გავიგეთ, ძველი რამეც გავიგეთ. ხო, ორი რამე არ მასვენებს ამ ორი დღის განმავლობაში აზრი, რომელიც მოდის და რომელიც უნდა განვიხილოთ თქვენთან ერთად და აი ამას განვიხილავ ამ ორ აზრს და შემდეგ მივავა იმასაც, რომ ხალხი რაზე არის ჩაკომპლექსებული და რაზე ავარდება ხოლმე რა და ჩვენ ამას როგორ ვუყურებთ. ერთხელ ვიყავი, პირველად რომ ვიყავი ნარიმანთან, მე საერთოდ ვითარებას ვაკვირდები ხოლმე და ისეთი დღე მოუწია, რომ ჩანთები შევქონდათ. და ეხლა რახან მე ახალი ვიყავი და ყველა მიცნობდა ძირითადად Facebook-იდან და მიცნობდნენ თამარ მეფის გვირგვინით. რა თქმა უნდა, გაჩნდა აქეთ-იქით კითხვები, მაგრამ სხვათა შორის ვერ გამიბედეს პირველ მისვლაზე და მეორე მისვლაზე ამ საკითხის თემატიზირება. მერე და მერე უფრო. და პირველივე ნარიმანის ჩანთების შეტანის დროს იცით იქ რა ხდება, ვინც იქ ყოფილხართ, ვინც არ ყოფილხართ. გეტყვით, რომ ძალიან ძლიერები მოემზადეთ, კუნთები დაიყენეთ, რომ იქ რამე არ გიქნა. ხა რა ხდება? ნარიმანის კარის წინ დგავართ, რამდენიმე ათეული ადამიანი დგას და ელოდება ნარიმანის გამოსვლას. იქ თავისი ადგილებია და ისმის შიგა და შიგა ის ფრაზები, რომ აი აქ იმის ადგილია, იქ იმის ადგილია, აქ არ დადგე იმის ადგილია და ის ადამიანები არ ჩანან, კაცო, ვინ ვისი ადგილია, ხო? უნდა იდგეს იქ, აგერ მე მანამდე ვდგავარ და თუ ვინმეს აღდგომა უნდა, მაშინ იდგეს და იდგება და არა მისი ადგილია რა არის ახლა, ხო? ეს პირველ მისულ ადამიანს ესეთი კითხვები უჩვევა, რას ნიშნავს მისი ადგილია, აქ ვდგავარ ახლა მე და ის არ არის აქ, ხო? აი მთელი ღამე ათენა იმან და მთელი 5 დღე დგას და მთელი 20 დღე დგას და კაი მეთქი, ათენა და შეიძლება ცოტა ხანი გავიდა, რომ რაღაც მოისაქოს თქვა და მისი ადგილია და იყო, არ პრეტენზია არ გიჩნდება, მაგრამ მერე და მერე ირკვევა სხვადასხვა რაღაცები და ეხლა რას ვაფიქსირებ მე რა? შვიდად არის საქმე, ყველაფერი რიგზია. ცოტა ჩოჩქოლია, აქედან იქ გადაგწევენ, იქიდან აქ გადმოგწევენ და უცბად რაღაც ზარი გაისმევა, ლუიზამ დარეკა, მოდის, ლუიზა არ ვიცი ვინ არის საერთოდ, რას ქვია ლუიზამ დარეკა და ეხლა მოდი და გადაიწიეთ და კორიდორი გააკეთეთ და აქ ის უნდა იდგეს და იქ ის უნდა იდგეს და გადაალაგეს ეს ხალხი და გავარდა ეხლა ფიქრობ კაცო, ეს ხალხი ხო ჯანსი. ხო ნორმალურად არის ეხლა. ფიქრ, აი ჩემს პირველი მისვლა იყო და ფიქრობ. აქ რა ხდება? ეგ არაფერი ხა გადმოალაგეს და ამოდის ჯარი. ეხლა ეს ჯარი ვინ არის? აქ უკვე ფესვგამდგარი ტიპები, იმას ის ქვია, იქ ის დგას, ის
ეს ადგილი იმისია და აქედან გადაიწიოს ყველა ვინც აქ დგას აქ როგორ შეიძლება დგომა და ვფიქრობ ეს ხალხი ან სხვა სამყაროშია ან კიდე ცოტა უჭირს ტვინში რა ხო და კარგი ეგეც არაფერი ეხლა კარგი უჭირს ტვინში უჭირს ასე თქვი ეხლა იმას ხარ ეთქო რომ გიჭირს ტვინში შვილო ხო და კარგი გადმოვიწიე აქედან იქ გადამიყვანეს იქიდან იქ გადამიყვანეს და არ მაქვს მეთქი არა მაქვს პრეტენზია რომ აქ ვიდგე თუ კიდე ცაში აუფრინდები მეთქი და იქ გამოვეკიდები ესე გავჩერდები არანაირი პრეტენზია არ მაქვს სადმე ვიდგე მაგრამ ხო უნდა მივაწოდო იმ კაცს ეს ბანანი რომ მოითხოვა ხო და რა ბანანი და რის ბანანი ამოვიდა ლუიზა დედოფალი ლუიზა დააყენეს თავის ბოძებულ ადგილზე დაასვეს თავის ტახტზე და კაკ გაისმა ეს ხმა რომ აი უნდა გამოვიდეს ახლა ნარიმან და რო დააკაკუნები როგორ წეში 2 წუთში გამოდის ხოლმე რა შეიძლება 5 წუთი მოუნდეს არ გამოდის აირია მონასტერი ეს დაალაგებული ხალხი გადაირია ერთმანეთში იმან იმას დაუწყო თვეების წისკვნა იმან იმას ცემა იმან იმას გადამიყვანენ გადმომიყვანენ გადავალ ვაწყნარებ მოხს ხალხო მეთქი გაჩერდით რას აკეთებთ ყველაფერი რიგზეა ვიჯახი მყვირი ვარ ხო და არა მაქვს მეთქი პრეტენზია ჩავალ კაცო თქვენ რაღაც ხო და მაგრამ არ გინდათ მეთქი რომ ეს ბანანი გაიგოს რა არის ხო თან აინტერესებთ ეს მის და არ ანუ როგორ არის იცი აინტერესებდათ თან და რა სიტყოდა ნარიმანი და თან კიდე არ უნდათ რომ თავისი ადგილი დაეთმოთ რა და საბოლოო ჯამში ესე იგი აქეთ იქით ბურთი მეგონა თავი ხან იქით გადამისვლიან ხან აქეთ გადმომისვლიან ვერავინ ვერ ბედავს რომ მე ჯერ რაღაცა თამარ მეფე გონია თავი და ის მითხრას და საბოლოო ჯამში აღმოჩნდი ერთ-ერთი სომეხი ქალის შვილის უკან ხო და 4 საათის მერე ნარიმანი გამოვიდა ეხლა მე ხო ვიცი მე ხო ხედავ და ვიცი რომ აი ეს ხალხი აქ არაფერ შუაშია ნარიმანის შიგნიდან აკვირდება ამ ვითარებას რა ხდება გარეთ ახალი ვიღაც გაიჩიტა ბანანით და აბა როგორი ტიპია ნახოთ აბა გამოვცადოთ ერთი ეს გოგო აი ამ რას იზავს დაიწყებს კივილს გამოვა მწყობრიდან თორე იქ თუ ნერვები არ აქვს ხალხო იქ ალბათ არ ვიცი რას გიზავენ რა იქ ან შენ გაგიჟდები ან თვითონ გაგიჟდებიან ან ყველა ერთად გავგიჟდებით ესე იგი იქ ამბავი დატრიალდა იქ ერთმანეთის ცემეს იქ იყო ცივილკივილი იქ იყო არ ვიცი რა იყო მაგრამ ერთი რამე ვიცი რომ ენერგეტიკულად ვგრძნობდი რომ ნიკოლოზი ამ ყველაფერს აკვირდება მე ვკაიფობ ამ ხალხს ვკაიფობ რა უნდა თფიქრო აი რა და ხალხო მეთქი აქ კიდე ერთი 20 კაცი დაეტევა რა გჭირთ არა ეს სულ ჩანდები უნდა იდგეს აქ ჩანდები მნიშვნელოვანია ხალხზე მეთქი ნეტა ეხლა ეს ნიკოლოზი გამოვიდოდეს დავინახავდი ამ კაცს ვინ არის რა საერთოდ რა რომ აი აზრი გამოვიტანო საიდანღაც რაღაცა რა ხო უნდა კონდეს არც ერთი ყველა ერთმანეთს გავდა ყველა ერთნაირად ჩხუბობდა ყველა ერთნაირად უაზროდ ჩხუბობდა და ვფიქრობდი ხალხო რა გჭირთ კი ხო და გამოვიდეს არა ნარიმანი და რა გინდათ მეთქი ვერ დადგებით ხოდ გახართ კარგად გააჩერდებოდნენ აი ეს ნახე 5 წუთიანი პაუზა არ გამოდის ნარიმანი ისევ და ისევ აყვირდებოდნენ დაყვირდებოდნენ იქიდან მაღლიდან ჩამოზახებდა შენ ისეთო შენ ასეთო შენ ისეთო მეორედ რომ მივედი უარეს მდგომარეობა იყო მაგას მე მოგიყვებით მე რაც დავაკვირდი
დავაკვირდი ერთ რამეს. წმინდანები, როდესაც ესეთ ვითარებას უყურებენ, კაიფი რას ნიშნავს, ხო? აი, კაიფობენ. კაიფი რას ნიშნავს? შეგრძნებას, ხო? რაღაცის შეგრძნებას. და როდესაც შეიგრძნობ შენ იმას, რომ აი აქ ის ვითარება, რაშიც დგახარ ეხლა, ხო? აბსოლუტურად აბსურდია ეხლა რაც ხდება აქ, მაგრამ მაინც ხდება. ერთადერთი რამე გიწევს, რომ იკაიფო. მეტი არაფერი. თუ არ იკაიფებ ამ ვითარებაზე, ხო? შენ ჩაგითრევს ჭაობი. და თუ ჭაობი ჩაგითრევს, იქ ერთიც მოგხვდება, ორიც მოგხვდება. და სუნთლიანად ტალახით გაისვრები. ხო და აი შიგნიდან რომ გარეთ აკვირდებოდა ნარიმანი, ტყუილად არ აკვირდებოდა იქ ვითარებას. ვიღაცამ დამიწერა სხვათა შორის იმ ლაივის მერე ბიჭო, ლაივის მერე ეს ლაივი ხო და ლაიფი ხო მაგას ყურადღებას არ ვაქცევ მე ლაივს ვიტყვი თუ ლაივს მაგასაც ნუ მიაქცეთ ყურადღებას იკაიფეთ რა ხო და გარეთ რო ვიყავი და ვარსკვლავებს რო უყურებდი გახსოვთ და რომ მოვყევი თამარისა და ზაქარიას შესახებ და ვახ თამარიც გაზოცხლებოდა ღმერთო შენ გვიშველევართ იქაც იწერს მეორე წერს რაღაცებს და ეხლა რატომ მოვაყოლე ამას და როდესაც ადამიანს არ აქვს ის კომპლექსი რომ ვიღაცას მოუყვეს თავისი შინაგანი მდგომარეობა, თუნდაც აზრები, თუნდაც აი რომ ნიღბები რომ არ აქვს ადამიანს და სრულიად თავისუფალი რომ არის ამ შემთხვევაში ადამიანი გაიფობს იმის რეაქციაზე მაგალითად რა რეაქციაზე რომელ ადამიანსაც შინაგანი კომპლექსები აქვს ასეთ საკითხს ვერ აიტანს მაგალითად ვიღაცა დაგიჯდა ეხლა მე გასაგებია ფსიქოლოგი ვარ და აგერ რამდენი ადამიანი გამიკურავს დაბადებიდან დღემდე რო იცოდეთ რა ბავშვობიდან ფსიქოლოგი ვარ ბავშვობიდან ადამიანებს ვკურნავ ისე რომ თვითონაც არ ვიცი როგორ მაგრამ ესე შვები რა და მე მაქვს ამის უნარი რომ სრულიად აბსოლუტურად ესეთი გიჟსაც კი მოусმინო გიჟი რა არის ახლა გასული ხო აბსოლუტურად სხვა პორტალში მყოფი ადამიანი რომლის სამყაროც ჩვენთვის მიუღებელი შეიძლება აღმოჩნდეს აი აქ ერთი ეგრეგორად შეკრულ ნაგავში მყოფ ადამიანებთან ხვდებით რას ნიშნავს ანუ ჩვენ ერთ ნაგავში ვართ მოქცეული და როდესაც ადამიანი არის გასული თუნდაც სხვა ნაგავში ხო აი იმის ნაგავი ჩვენ უკვე აღარ შეგვიძლია რომ ავიტანოთ იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ გახსნილი ჩვენ შიშები გვაქვს და როდესაც ადამიანს აქვს იმის უნარი რომ ყველა პორტალში გასულ ადამიანს მოусმინოს და მისი სამყარო გაიზიაროს ხო იზიაროს მაშინ ემსგავსება ქრისტეს თორე ქრისტე რო არ ჩამოსულიყო და არ გაეზიარებინა ჩვენი ტკივილი მას ქრისტე დარჩებოდა თავის სამყაროში ღმერთია კაცი და რა უნდა ამ ნაგავში ხო თქვათ და იქნებოდა ასე და ქრისტეს რომ შეშინებოდა უი ღმერთო ჩემო იქ რა ჩამიყვანზო ზოგს დავითი გონია თავი და ზოგს თამარიო ზოგს ნაპოლეონი და ზოგს რა ვიცი ნიცშეო ხო იქ რა ჩამიყვანს მეო ესე სიტყვაზე ვამბობ ხო თორე თამარი იესოს მერე იყო რომ დაბადებული ეგ ხო ფაქტი სახეზია მაგრამ სიტყვაზე ვამბობ რა დრო არ არსებობს ღმერთისთვის არსებობს ყველა დრო ერთში ვედროში ყველა ვედროში ვინისა და ენის დრო კიდე არის ის რომ ვინ რას ლაპარაკობს ის და გავიგოთ თუ ჩვენ ვერ გავიგეთ ერთმანეთის და ვიღაცის მოყოლილი აი მაგალითად ვიღაცას გონია რომ როდესაც ილია მეორე გვიყვება რომ ის არის უწმინდესი და უნიტარესი ის უფრო ჯობია ის მდგომარეობა ვიდრე ვიღაცა რომ გვიყვება მე ვარ თამარიო თქვათ გესმით
იმიტომ რომ ის პრიორიტეტულია, ის რამდენიმე 1000 ადამიანმა აღიარა, ეს ჯერ არ უღიარებია ბევრს და რაღაცა ისეთ სხვა ლაპარაკობს ეს პიროვნება ეს. მაგალითად მე მახსოვს ამ საკითხებს სანამ ჩემში ვამუშავებდი და თამარზე ვმუშაობდი და სანამ მივხვდებოდი რომ მეც მაგრამ გავარ თამარს, სოფია ლოგოსი იყო ერთადერთი პირველი, რომელიც გააჟღერა, რომ მე თამარ მეფის რეინკარნაცია ვარო და მე ისიც მახსოვს რა, რომ ამომიგდო Facebook-მა და რომ მოვისმინე ეს. მე თვითონ არ მესიამოვნა რა, იცით? ნახე, ჩემ წარმოდგენაში თამარი სხვანაირი ტიპი იყო. და როდესაც სოფია ლოგოსმა გააჟღერა მე თამარი ვარ, ის აბსოლუტურად სხვანაირად გამოიყურებოდა. აი მაგალითად გასწორებული იჯდა, ესე ლაპარაკობდა, დაყენებული და განა ის რომ ცუდია ეგრე რო იჯდე და აი იცით როგორ თითქოს და მეფე იყო და ისე ლაპარაკობდა. მაგრამ ჩემს წარმოდგენაში, რადგან მე თამარი უკვე გავიცანი სიღრმისეულად როგორი იყო და ის ველური ტიპი იყო, აი თამარი თვითონ როგორ გითხრათ რა, ველური ისე კი არა რომ ცუდად კი არ გაიგოთ, ველური იმას ნიშნავს ბუნებრივი ვიღაც იყო, ბუნებრივი. გესმის? და როდესაც თამარი არ იქნებოდა თამარ მეფის როლში და ისე მოსული იქნებოდა, თქვათ, რეინკარნაციაში, ის არავითარ შემთხვევაში არ ითამაშებდა ისე მეფურ რაღაცა დაყენებულ პოზებს. გესმის? იმიტომ რომ თვითონ ამიამბოხე იყო თამარი. შინაგანად მიამბოხე იყო თამარი და ყველა დაყენებულ დოგმას თავდაყირა აყენებდა, ჯერ თავიდან განიხილავდა, არის ეს თუ არა მართალი. ამიტომ თამარზე ამბობენ, რომ საბოლოო ჯამში მას მეფობა ჩამოართვესო. რატომ მეთქი რომ ვიკითხე? იმიტომ რომ ვეღარ აკავებდნენ თამარსო. რაში ვეღარ აკავებდნენ მეთქი? იგინებოდაო. მერე რა რო იგინებოდაო. მეფი, მეფეს არ შეშვენის გინება. თან მით უმეტეს ქალს. ისიც გავიგე თამარ მეფეს ისეთი ვნებები ქონდა, რომ რო აღარ ყოფნიდა კაცები მერე ცხენებზე გადავიდაო. ეხლა მე გეტყვით ერთ რამეს რა, რადგან ეს მისი, აი სოფია ლოგოსის ვიზუალური დაყენებული საუბარი მე თამართან ვერ დავაკავშირე, ამან შექმნა დისკომფორტი ჩემში რა, რომ თუ სოფია ლოგოსი იქნებოდა თამარ მეფის რეინკარნაცია, აუცილებლად სხვა სახით წარსდგებოდა ჩვენს წინაშე, მაგალითად ძალიან ბუნებრივად. აი რო აღარავინ აღარ აძალებს და იმ როლში რო აღარ ტენის, რომ აი ეს უნდა ჩაიცვა, ის უნდა დაჯდე, ეს უნდა მოიქცა, ეს უნდა ილაპარაკო, ისე. აი ძალიან ჩვეულებრივად რა, თამარ მეფე გავდა ქრისტეს. და ქრისტე როგორი იყო? დაყენებული? ვირზე შემოიძა კაცი და ჩოჩორით შევიდა იერუსალიმში. რატო? თუ იცი. იმიტომ რომ მაგარი ცხენი არ მოითხოვა. იმიტომ რომ ჯიპზე არ შემოჯდა, როგორც დღეს ჩვენი მოხდნები აკეთებენ. რატო? იმიტომ რომ ბუნებრივი იყო რა. ძალიან ბუნებრივი და უბრალო იყო. თამარ მეფეც ასეთი იყო და როცა ადამიანი უბრალო ხარ, აი ესე არ დაიწყებს საუბარს. ძალიან დაგთქვენავს. ესე არ დაიწყებს საუბარს. მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? მე ვარ თამარ მეფე. ეხლა მე მოგიყვებით ქრისტეზე. გესმით? არ დაიწყებს ეს საუბარს თამარ მეფე. ამიტომ რადგან დისკომფორტი შემექმნა მე რომ ვერ გავითავისე რომ თამარ მეფე ესეთ მდგომარეობაში წარსდგებოდა, ჩავხედე კომენტარებს, აბა როგორი რეაქცია იქნებოდა, როგორი რეაქცია გამოიწვია აი ამ გოგოს ნათქვამმა, ხმამაღალმა განაცხადმა საზოგადოებაში. და ვხედავ, რომ
ყველას უჭირავს ქვა, მომარჯვებული აქვს ქვა, დიდი თანაც, აი ესეთი ლოდები და ეს სურის ამ გოგოს პირდაპირ აი ჩაქოლეს ეს გოგო რა. და მე დავფიქრდი, როგორ აღიზიანებს ადამიანს ის, რაც არარეალურია. ლოდი შეიძლება ესრულოს. მაგრამ არ უკვირდება ერთ რამეს რა. თუ ამ ადამიანს გონია რომ ასია, ხო? აი თუ ადამიანს გონია რომ თამარ მეფის რეინკარნაციაა, ხო? შენ რა ძალა გაძლევს იმას, რომ ადგე და ლოდი ესროლო. თქვათ, აი მე უკვირდება ესეთ რამეს ხოლმე რა, რომ როდესაც რაღაცა მაგიზიანებს ადამიანს, ჯერ უფიქრდები რა მაგიზიანებს, აი მე რა ენერგია მოდის ჩემთან და რა მეუბნება რაღაცას, რომ აი ახლა ანდექი და ესროლე ამ გოგოს რაღაცა. თქვათ, ხო? ჯერ დავფიქრდება ადამიანი რატო უნდა მესროლო? ანუ რაღაცაში მომარტყა, ხო, ესე იგი. თუმცა აქეთ გადმოვიდანო ისე. რაღაცაში მომხდა, რომ ესე იგი გაარტყა, ხო? რაღაცა გაარტყა. რომ ეს ენერგია წამომივიდა, რომ ვირეაგირო, ხო? რეაქცია მოვახდინო. რაც სიმართლეა. იმას ვერ ავწდებით. და რაც ტყუილია, ის თავისთავად გამოაშკარავდება, მაგრამ მე ნახე როგორ ვრჩები. მე თუ მანამდე ავდექი და ამ გოგოს ლოდი ვესროლე თავში, იმაზე უკეთის გამოვდივარ, თქვათ. მე შემიძლია ვამხილო ეს გოგო, მაგალითად ამაში, რომ იცი რა ჩემო კარგო სოფია, თამარი ასეთი და ასეთი იყო, შენ კი ასეთი და ასეთი ხარ, არ გავხარ. მაგრამ ის რომ ვუწოდო მას აი აბსოლუტურად გაურკვეველ მდგომარეობაში ლოდები ვესროლო, არ ვიცი რატო, მაგრამ ვესვი, ხო? შეგიძლიათ ვამხილოთ რა. აი პირდაპირ გეუბნებთ, შეგიძლიათ ვამხილოთ. აი მაგალითად ვიღაცას გაუჩნდა პრეტენზია, რომ აი თამარი გაზოცხლებულა, ვა, ღმერთო შენ გვიშველე, გადაგვარჩინე. ასეთ ადამიანებს ურჩევდი, რომ ბოლოს ჯამს ყველა გაცოცხლდება, თამარ მეფე კი არა, თვით ჰიტლერის გაცოცხლდება და მოემზადოს რა, ცოტა სულიერად, რომ თამარ მეფის გაცოცხლებამ თუ შეაშინა, ჰიტლერის გაცოცხლება რაღაც უზავს, თქვათ. ან მურმანყრუსი. მურმანყრუსი თუ მურმანყრუსი. ან ჯალალედინის, ან აღამაჰმად ხანის, რა ვიცი რა, ყველა გაცოცხლება ბოლოს და. საქმე იმაშია, მეგობრებო, რომ თქვენ თუ, თქვათ, აი ხედავთ რაღაცას, რომ მე მაგალითად ეხა დავითვლი, რამდენ თამარს ვიცნობ. სულ ცოტა 5 თამარს ვიცნობ, ჩემის გარდა კიდე. 5 თამარს ვიცნობ. გესმით? 5 თამარს ვიცნობ. აი რას ნიშნავს 5 თამარს ვიცნობ? 5 ადამიანს აქვს ეს ეჭვი, რომ ისინი არიან თამარები. სულ ცოტა ვიცნობ პირადად. გესმით? და ისე გაგებით, მაქვს ერთი 50000. 50 თამარი გაგებული, რომ ისიც თამარია, ისიც თამარია, ისიც თამარია და კიდე ისიც თამარია და ისიც თამარია და ისიც. საინტერესო ფენომენია გახსნილი, ან მართლა ძალიან საინტერესო ფენომენია გახსნილი საზოგადოებაში. არის კიდე მეორე საკითხი, ნაპოლეონი. ისიც ნაპოლეონია, ისიც. დავითები ჯერ ვერ ბედავენ, რომ აი დავით მეფეა, დავით აღმაშენებელია, ისინი ჯერ ვერ ბედავენ. შინაგანად ატარებენ ამ განცდას, მაგრამ გაბედული არ არიანო, ხმამაღლა გამოიტანონ ეს საზოგადოებაში, რომ მე ვარ დავით აღმაშენებელი თქვა. ან მე ვიყავი დავით აღმაშენებელი, ხო? ქრისტეებიც ბევრი არიან. იქაც ქრისტეა.
ეს ვინც გამიგია რა, ვინც მნიშვნელოვანი ტიპები არიან გაცოცხლებული 1:50-ში ვთქვათ. ხო და მე რას ვამბობ იცით? აი ინდიანა ჯოუნსში არის ესეთი ძალიან საინტერესო სცენა არის ბოლოს. ინდიანა ჯოუნსი ხო ამ წმინდა გრალს დაეძებს, ხან სადმივა მოკლედ თავგადასავალია და საბოლოო ჯამში მივა. ინგრევა, ყველაფერი ინგრევა, ხიდით ჩაინგრევა და წმინდა გრალთან დარჩებიან ეს ორნი. ერთი მღვდელი და ერთი ინდიანა ჯოუნსი. ხო და დგას ახლა ერთი 50,000 მათ წინაშე. 50 არის ულამაზესი, მოოქროვილი და ლალებით, ფირუზებით, რა ვიცი, რამაზი ქვებით, პატიოსანი ქვებით განწყობილი და 50-ში არის სასმისი. ხო და მღვდელი თეთრ წვერა, სათნო ტიპი, თავის რაღაცებს სიძახის ადავამახსოვრდა, ის რა სიძახის გერმანულად მაგ ნანახი. აიო ეს არისო და იმას იცავს. თან უნდა მოასწრონ ამის დალება, თორე დაინგრევა, ყველაფერი დაინგრევა რა. და ხელს დაავლებს ამ ულამაზეს დიდ, ყველაზე დიდ, მოოქროვილ სასმის. ეს არისო წმინდა გრალიო და დაალევს და მოკვდება იქო და ინდიანა ჯოუნსი ეძებს ახლა ესე გაფაციცებით და ამბობს ესეთ სიტყვებს. მხოლოდ აი ნახე იმეორებს ამ სიტყვებს და მნიშვნელოვანი სიტყვებია. Nur die Süßbussenden werden überleben. ანუ Süßbussenden werden überleben. Süßbussende რა არის, იცით? აი Süßbussende ნიშნავს რომ ტკბილად მონანიე გადარჩება. აი ესეთი სიტყვებია გერმანულად. მხოლოდ ტკბილად მონანიე გადარჩება. მხოლოდ ტკბილად მონანიე გადარჩება და თან ირჩევს და გაენა ანუ კლიქს იზავს იმის თავში რომ რა არის ახლა Süßbussende რა? ყველაზე უბრალო. როგორც ქრისტე იყო. დაალევს ყველაზე უბრალოს ხელს, დალევს და გადარჩებიან რაღაცა იქ ფილმია რა, ფილმები მესიჯებია და ეხლა რო გადავიტანოთ ეს გრაალი, მართლა თასი კი არ არის ხალხო. ანუ გრაალი არ არის თასი. თასი არაფერი არ არის, თასი რა თქინა. თასი არის წმინდა გრაალი არის სისხლი. სისხლი კიდე აგერ ნინო პაიჭაძემ გააჟღერა რომ არის ანტენა და მე მეცნიერებმა დაამტკიცეს რომ ანტენა სისხლი ჩვენი სისხლი არის ანტენა, მიმღები. მიმღების სიხშირე. შენ თუ ბოლოში დააყენებ თავს წინ მოხდები და თუ პირველი დააყენებ თავს ბოლოში მოხდებიო, ხო? ქრისტე ამ ფორმულას გვაძლევს. და ბოლოში ვინ აყენებს თავს? ვინ აყენებს თავს ბოლოში? ზოდიაქოს ნიშნებში თევზები აყენებენ თავს ბოლოში. ადამიანებში ყველაზე უბრალო ადამიანები. მაგალითად, როდესაც ზიარებაზეა ხოლმე საკითხი და მიდგება ზიარებაზე, ჩვენ რო დავაკვირდი რომ რა მდგომარეობა ეკლესიაში, აი დაყობით მიეგლიჯებიან ხოლმე, ყონდაც პირველი მოხდნენ წინ რა და მე ვთქვი რა ხდება, ეს არის ქრისტიანული ვთქვათ. და ეს მგლები ბიჭო რაღაც ძალიან ისეთი ის არის რა, ვკაიფობთ რა. უნდა ვიკაიფოთ, თორე ძალიან გავგიჟდებით. აი მაგალითად ეხა ვიღაცამ დამიწერა რომ გახსოვთ იმაზე რომ მქონდა საუბარი რომ ქრისტეს სასწლოსთვის მოდის თქო რა და ეხლაო არ თქვაო შენ ისო რომ ქრისტე სასწლო შენ ხარო რა, საცოლე შენ ხარო და ცოტა დაგვინდეო რა და აი რო განვიხილე ხან გოგოს მდგომარეობა, შინაგანი მდგომარეობა რამ დააწერინა ეს, აი რა ძალამ დააწერინა, თქვათ ხო? არსებობს სხვადასხვა ვითარებები, მაგალითად ყველა განვიხილე. არის ის რომ თქვათ შენ გინდა და ოღონდაც ის არ იყოს და აი ამაში უტარებ, რომ კარგი რა, ხა შენ გინდა კიდე იყო, თქვათ რაღაც. მეორე ის რომ
გადარდებს ქრისტესაცოლე ვინ იქნება და აი ამიტომ დაწერე SMS. მესამე ის რომ საერთოდ არ გჯერა ქრისტესი და აი ამ ყველაფერს უყურებ როგორც ზღაპარი და ეხლა кайფობ იმაზე რომ კაი რა ეხლა შენ არ გინდა რომ იყო ქრისტესაცოლეც გინდა რომ იყო თქვა რაღაც. აი 1000 გვარი რა ვიცი 1000 გვარი მდგომარეობა არსებობს რაც ეს კომენტარი შეიძლება რამაც შეიძლება ეს კომენტარი დაგაწეროს და მეორე ის ეხლა ნახეთ ჩემი მდგომარეობა რა არის. მე ამ ადამიანს ესე გავცემ პასუხს რა. მე არ გამოვირიცხავ არც ერთ ადამიანს რომ ეხლა არა კაცს, ქალს, არც ერთ ქალს არ გამოვირიცხავ რომ ის გახდეს ქრისტეს სასწრო. მაგრამ ქრისტეს სასწლო უნდა გავდეს ქრისტეს, ხო? ეს ვიცით. ქრისტეს სასწლო ვერ იქნება მაგალითად სპილოსხელა. ხო? ვერ იქნება სპილოსხელა. ქრისტე არ არის სპილოსხელა ბუდასავით. ქრისტე არის ძალიან უბრალო სადა. მაგალითად ვიცით რომ ქრისტეს სასწლო ვერ იქნება მრუში, ხო? მრუში, რომელიც დღემდე მრუშობს. შეიძლება იყო მრუში და მე აღარ მრუშობდა. იმიტომ რომ ქრისტეს შევარდა თქვა ეგეთი რაღაცები, მაგრამ ვერ იქნება ის, რომელიც დღემდე მრუშობს, რომელიც დღემდე ამას და ამას აკეთებს. ქრისტეს სასწლო უნდა იყოს ქრისტესნაირი. თუ შენ ჩემში დაინახე რომ მე ქრისტესნაირი ვარ, მაშინ სულ ცოტა შენც უნდა იყო ქრისტესნაირი რომ დაინახო ჩემში ქრისტესნაირობა, თქვათ, ხო? იმიტომ რომ სხვანაირად ვერ დაინახავ შენ რომ მე ქრისტესნაირი ვარ. თუ არ იცნობ ქრისტეს, ვერ დაინახავ რანაირად უნდა მიამსგავსო, ხო? მსგავსებები ხო უნდა იპოვო. სადღაცა ხო უნდა იპოვო მსგავსებები, ახლა მაგალითად ვიღაცამ რომ მითხრას, აღამახათ მათ ხანს გავს ეს. მე საერთოდ არ ვიცნობ აღამახათ ხანი რანაირად გამოიყურებოდა, რა ფილოსოფიის ადამიანი იყო, რა აზროვნების და ვერ შევადარებ რა, რომ აი მისი საცოლე ვთქვათ, როგორი იქნებოდა, ვერ წარმოვიდგენ, იმიტომ რომ არ ვიცნობ ტიპს რა. უნდა ჩავეძიო, გავიცნო, მისი შინაგანი მდგომარეობა, გავიაზრო, ვისწავლო და მაგის თავი მაქვს ხა არ მაინტერესებს რა. ერთადერთი ვინც მე მაინტერესებს, ვისი მნიშვნელოვანი პუნქტიც და შინაგანი მდგომარეობაც მე მაინტერესებს, არის ის ვინც გვიხსნა ჩვენ, ხო, კაცობრიობა, როგორც ცნობილია ჩვენთვის. მაინტერესებს მისი შინაგანი მდგომარეობა შევისწავლე. მაგრამ შენ თუ არ იცნობ ქრისტეს, შენ მე ვერ მიმამსგავსებ ქრისტეს, იმიტომ რომ არ იცი როგორ მიმამსგავსო. რა კრიტერიუმებით, რა თვისებებით, რა პოზიციებით მიმამსგავსო. და მეორე კიდე, თუ იცნობ ქრისტეს, შენ სხვა ადამიანზე არ გაგიჩნდება ეგ კითხვა, რომ აუ კარგი რა შენ ახლა ქრისტეს ცოლობაც ხომ არ გინდა. იცი რატომ არ გაგიჩნდება ეგ კითხვა? იმიტომ რომ თუ კი ქრისტე გაიცანი, შენ ნებისმიერი ადამიანისთვის გაგიხარდება რომ მისი ცოლი გახდეს. აღარ დაუსვამ იმ კითხვას, აუ იცი რა, კაი რა, რეებს ლაპარაკობ, ქრისტეს ცოლობა გინდა ვთქვათ, ხო? აი, ეხლა აბსურდულ რაღაცებზე ლაპარაკობ ზოგიერთებისთვის და ზოგიერთებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემაა რა. პირველ რიგში ეს კითხვა არ გაგიჩნდებოდა შენ თუ ქრისტიანი ხარ, მეორე რიგში ჯერ არ იცნობ ესე ქრისტეს და გინდა რომ გაიცნო. იმიტომ რომ კითხვა გაგიჩნდა, შენც გინდა, შენ ხო არ გინდა ეხლა იმის ცოლობა, დაგვინდე რა, ესე იგი შენც გინდა მისი ცოლობა ვთქვათ, ხო? თუ ჩემში ხედავ რომ მე მისი ცოლობა მინდა, არ ვიცი მე ეს სურვილი არ მქონია, მაგრამ შეიძლება შენ დაინახე ეს სურვილი. ამიტომ შენი თავი დაინახე ჩემში ვთქვათ, ხო? და შენ გინდა მისი ცოლობა. გესმის? და თუ მისი ცოლობა გინდა, მაშინ პირველ რიგში მოგცემ ესეთ რჩევას. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ითქვის, იყოს ეს კუზიანი ბრმა, თუნდაც სპილოსხელა, თუნდაც ყველა უნდა შეგეძლოს ყველას მიღება, რომ წარმოიდგინო ქრისტეს გვერდით. და თუ შენ რამეში მაინც ამ ადამიანის შეგშურდება, ან შეგეზიზღება, ან ზემოდან გადახედავა, ესაა ქრისტეს ცოლი, რაღაცა ეგრე, მაშინ შენ ჯერ ვერ გახდები ქრისტეს ცოლი, ვერ იქნები კანდიდატად, ქრისტეს ცოლის კანდიდატად წაყენებული, იმიტომ რომ შენ ჯერ კიდევ ზემოდან უყურებ სხვებს. თუნდაც სპილოსხელებს, თუნდაც კუზიანებს, თუნდაც მრუშებს, თუნდაც იმას. გესმის?
ჩვენ ასეთი შემთხვევა გქონია, რომ ქრისტეს ცოლი იქნება 100.000, 100.000, 154.000 ყველა. ესე, ანუ ფიქრობენ მაგას, რომ ქრისტეს ცოლი, ქრისტეს სარძლო ყველა. სარძლო კი არა და სასძლო უბრალოდ. სასძლო ყველა, ქრისტეს სასძლო ყველა. ესე გვიყვებიან ხოლმე მღვდლები რა. მე ვფიქრობ, რომ არა. იცით რატომ? თუ ქრისტეს სასძლო ყველა, მაშინ ქრისტე რა გამოდის? მე ქალთანე? ვთქვათ. ქრისტეს არა კაცო თავის შეული არ ყავდა. როგორ შეიძლება ეგ ხო უწმინდურება? ხალხო, არ ვიცი. ანუ ღმერთმა რომ შექმნა სამყარო, ყველაფერს აქვს მდედრი და მამრი. ქრისტეს დატოვებდა ისე? ან ვიღაცა ამბობს, რომ ქრისტე თავის თავში სისრულეაო. არ არსებობს ადამიანებო სისრულე შენს თავში, თუ მეორე ნახევარი არ გიდგას გვერდზე რა. სისრულე არ არის ესეთი მსგავსი. ბუნებაში არ არსებობს ესეთი რამე რა. ერთი მუხტი, აი ბირთვში რო ჩაიხედო, მუხტი თუ არ არის, ხო? ვერ იარსებებს ბირთვი. მუხტი უნდა ქონდეს და მუხტი რა არის? თვით ღმერთსაც თავისი მეორე ნახევარი ყავს, სული წმინდა, ხო? და ქრისტეს დატოვებდა ისე, ვთქვათ. და ქრისტემ რო თავისი მეორე ნახევარი იპოვოს, უწმინდური გამოდის? რატო გამოდის უწმინდური? აბა მითხარით. ამ აზროვნებაში ჩაღრმავდით და გაიგეთ, ვინ არის თქვენი მეორე ნახევარი. გესმით? მე მაინც მიკვირს ხოლმე, რომ ადამიანებს აი ძირეული პრობლემები რაც არის იმას, რომ არ უნდათ რომ დაინახონ და ესეთ რაღაცებს რომ მოეპოტინებიან ხოლმე, რომ ქრისტეს მე ქრისტე მაცლებს მაგალითს, ჩემს ცხოვრებას ვაწყობ ქრისტეს ცხოვრებაზე რა. თუ ქრისტე მაცლებს მაგალითს, რომ მე არ უნდა მყავდეს ოჯახი, მაშინ ჩემი ოჯახი აბსოლუტურად ნულის ფასი გამოდის რა. მართლა გეუბნები. თუ ქრისტე მე მაძლევს იმის მაგალითს, რომ მე მარტო უნდა ვიყო ძალიან მაგარი კაციც და ქალიც, ხო? აი მარტო უნდა ვიყო მაგარი, მაშინ მე რაღაცი მჭირდება, ან სიყვარული, ან მიჯნურობა, ან ოჯახი, ან შვილები, რას ჩემ ფეხებად მჭირდება მითხარით რა? არ იყო ქრისტე მარტო. ქრისტეს თავისი რჩეული ყავს. და თუ ქრისტეს თავისი რჩეული არ ეყოლებოდა და თუ ქრისტეს საზრდოისთვის არ უნდა მოსულიყო მეორედ, არაფერს მნიშვნელობა არ ექნებოდა საერთოდ რა. მაშინ ყველაფერი რაც დაწერილა სიყვარულზე, მიჯნურობაზე, სული წმინდაზე და ღმერთზე და ასე შემდეგ ყველაფერი უნდა გადაიყაროს წყალში და მაშინ ქრისტიანობა გამოდის რა, იცი? დგახარ ესე და ხარ მაგარი. აი, ქრისტე ვარ. არავინ არ ჭირდება, არც ქალი, არც კაცი. გესმის? აი, ძალიან უაზრო რაღაცას მიყვებით რა. არ მეუბნებით სიმართლეს მაგაში, ვერ გეთანხმებით, ვერ მოყვებით მაგაში, იმიტომ რომ ქრისტეს სხვა რამეს მეუბნება ქრისტე, სულ სხვა რამეს მეუბნება ქრისტე. როცა მე ქრისტემ დამანახა, გადამარჩინა სიკვდილისგან, სწორედ სიყვარულით, ქრისტემ კი არა თვითონ.
თვითონ თავისი სიყვარულით, როდესაც მე ვუთხარი და ვთხოვე, რომ რა არის ნამდვილი სიყვარული, ის მოსწავლე მეთქი, როდესაც მან მანახა რა არის ნამდვილი სიყვარული, ხო? და გადამარჩინა ერთხელ, ორჯერ. სხვადასხვა სიყვარულები დამანახა მან. ორჯერ სიკვდილისგან გადამარჩინა, ერთხელ მხოლოდ იმით, რომ მართლა ქრისტეს სიყვარული რა იყო, ხალხი შემიყვარდა, მეორედ იმით, რომ ადამიანი შემიყვარდა. გესმით? როცა ვამბობ, რომ ქრისტემ გადამარჩინა მეთქი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ქრისტეს გავყევი ცოლად. გესმით? ქრისტემ მომცა უბრალოდ ამ დედამიწაზე იმის საშუალება, რომ მე შემეგრძნო ესა თუ ის გრძნობა, რომელიც მანამდე ჩემთვის იყო უცხო ხილი, გესმით? და თუ ქრისტეს არ მიმართავდი, მე აი ამ უცხო ხილებს ვერ გავიცნობდი. ამაზე ძალიან ბევრი ვისაუბრე მე თქვენთან ადრე და თუ გაინტერესებთ, გადახედეთ ჩემს YouTube კანალს ტყუპის სულებისა და დუალური სულების შეხვედრა და აი აქ ჩაეძიეთ რა ვისაუბრებ მაგაზე რა. ყველა ადამიანს თავისი რჩეული ყავს ხალხო. ყველა ადამიანს. ანუ ყველა სულს. არ არსებობს ადამიანის შეექმნას ღმერთს, რომელსაც თავისი რჩეული არ ყავს. მაგრამ არის ერთი დაზიანება ამ ვითარებაში. ერთი დაზიანება არის ის, რომ როდესაც შენ აცხადებ ხმამაღლა შენს გრძნობებს, მეორეს აშინებს ეს გრძნობები, იმიტომ რომ ის ჯერ მზად არ არის. იმიტომ რომ იმას ჯერ ქრისტე ვერ გაუცნია და არ გაუცნია. თუ კი შენ ქრისტეს გაიცნობ, შენ ქრისტეს საუკეთესო მაგალითს გაძლევს, როგორი ერთგული უნდა იყოს შენი მეორე ნახევრის მიმართ. ვინ არის შენი მეორე ნახევარი? იცნობ საერთოდ? როგორ გაიცნობ? შენ თავს ვერ იცნობ ჯერ. შენ ვერ გაიცნობ სხვას. მეორე ნახევარს ვერ დაინახავ თუ შენ თავს ვერ ხედავ ჯერ. ჯერ შენ თავს უნდა, შენი თავი უნდა იცოდე ვინ არის, რომ ის დაინახო მე, შენი თავი იმაში დაინახო. და თუ შენ თავს არ იცნობ, ვერავის ვერ დაინახო, დადიხარ ესე ბეცივით და ყველაში გონია რომ ყველა ისენია და რაღაც დებილივით ხარ რა. ხანის გადაგაგდებს, ხანის მოგატყუებს, ხანის გამოგიყენებს, ხანის ესე ხარ. სამწუხაროდ დღეს რეალობა ესია. ამიტომ ქრისტე გასწავლის, გაიცადის შენი თავი, განკურნა შენი თავი, რო დაინახავ შენ თავს. მერე დაინახავ მასაც. და მანამდე გვერდითაც რო გეჯდეს, შეიძლება ვერ დაინახო, იცი? სანამ შენ თავს არ გაიცნობ ძირეულად ქრისტეში. გვერდზეც რომ გეჯდეს, სულ ერთად რო იყოთ გაზრდილები, ვერ დაინახავ მასში. მეორე ნახევარს, ვერ. იმიტომ შენ თავს არ იცნობ. შენ გაცდუნებს ყველანაირი გარეგნობა, სიმდიდრე, პრესტიჟი და ასე შემდეგ. ყველაფერი გაცდუნებს. ოღონდაც ეს არ დაინახო. ოღონდაც შენი მეორე ნახევარი არ დაინახო. ოღონდაც სინათლე ვერ იპოვო. რატო უნდა იცით ეს ბოროტ ბნელძალას? იმიტომ რომ ბნელი ძალა რო განათდეს, ხო აღარ იარსებებს. ამიტომ ის ცდილობს რომ რაც შეიძლება დიდი ხანი გაწელოს ეს სიბნელე. გიბნელებს თვალებს და შენ სანამ ქრისტეს არ შემოუშვებ, შენში სინათლე არ შემოდის და როგორ გინდა სიბნელე გაანათო, ხო? ვერ გაანათებს სიბნელეს. მე არ ვიცი, თქვენ თუ ჩემი პირდაპირი აზრი გაინტერესებს, ვარ თუ არა, თუ წარმოვიდგენ თუ არა თავს ქრისტეს ცოლად, პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ ქრისტემ თვითონ იცის ვინ უნდა აირჩიოს. და ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ხელს დაადევს, მისია. დამადებს ხელს მე, შენ, ჩემს მეზობელ ვიღაცას თუ იმას, ეს მისი არჩევანია, გესმით? მაგრამ ამ ეტაპზე მე რომ მკითხოთ, მე ამისთვის ჯერ მზად არ ვარ. ქრისტეს რომ
ბოლომდე მიემსგავსო, სრულიად განწმენდილი უნდა იყო ამასოფლისა ცდუნებებისგან. მე არ ვარ ჯერ გაწმენდილი ამასოფლისა ცდუნებებისგან. იცით რატომ? იმიტომ რომ მიჯნურობაში ვარ ჯერ კიდე. ხო და მიჯნურობაში როცა ხარ, მე მგონი ქრისტე არავის არ გამოგგლიჯავს ძალით. არავის. გესმით? აქედან გამომდინარე ჩემო კარგებო, ხო? მიჯნურობა ოდითგანვე სიბრძნისაა ერთი დარგი. საღმრთოდ გასაგონი და მსმენელთათვის დიდი მარგი. მარგებელია რა. მოყევით თქვენს მიჯნურებზე, გამოუშვით, მოუყევით თქვენს მიჯნურებს. ნუ შეგეშინდებათ, იმიტომ რომ მე ისი არ თქვან, იმას არ შეეშინდეს, ის არ დავკარგო. ყველაზე მაგარი მე რაც გავაკეთე ჩემს ცხოვრებაში არის რომ ვესაუბრე ჩემს მიჯნურს. მიუხედავად იმისა, რომ ის პასუხი არ მომივიდა, რა პასუხსაც მე ვისურვებდი, მაგრამ ჩემი აზრით მაინც ყველაზე კარგი რამე გავაკეთე რა. ყველაზე საამაყო ჩემს ცხოვრებაში რაც შემიძლია ვთქვა, არის ის ჩემს ცხოვრებაში რაც მოხდენილა. აი, დაბადებიდან დღემდე არის ერთი რამ რაც გავაკეთე ამ ცხოვრებაში. დაბადების მერე, დაბადება არის პირველ რიგში ყველაზე დასაფასებელი, რომ შევძევი დაბადება და მეორე ის, რომ არ შემეშინდა ჩემს მიჯნურთან საუბარი. მე ამ ორი რაღაცით ძალიან ბედნიერი ვარ. მეორე კიდე და მესამე უბრალოდ რა თქმა უნდა, მე ჩემს მიჯნურს ვერ ვიხილავდი, თუ მე ქრისტეს არ შეუერთდებოდი, გესმის? ასე რომ იმას აღარ ვახსენებ როგორც საამაყოდ, რომ ქრისტეს ისედაც შეერთებული უნდა ვიყოთ, რომ აბსოლუტურად არაფერი არ გვექნება შესარგები ამ ცხოვრებაში და საამაყო, ანუ ეგ ნულში გადამყავს. ყველაზე დიდი მნიშვნელობა არის ნულში გადაყვანა არის ღმერთთან შეერთება. როდესაც ღმერთს უერთდები, დაბადებას განიცდი, დაბადებას რო განიცდი, შემდეგ სიყვარულსაც განიცდი და სიყვარულს რო განიცდი, აი ეს სიყვარული არის მერე ის, რაც ამოსახსნელია ჯერ კიდევ რა, ამ დედამიწასა ზედა. ამ სიყვარულზე იცი საიდან საუბრობენ ხალხო? ადადან და ბაბადანო თუ რაღაცას რო ესე ადადან და ბაბადან. არ ვიცი ადადან და ბაბადან რა ჯანდაბის გამონათქვამია, მაგრამ დასაბამიდან დღემდე ესე იგი რა. და მე რაზე ვკაიფობ, იცი? ამ ხალხს ჯერ თავისი მიჯნური არ უპოვია და იქ თამარის გაცოცხლების შეეშინდა, იქ ვიღაცამ ნაპოლეონი ვარო ის თქვა, ის შეეშინდა, იქ ვიღაცამ ოდნავ რაღაც ხვანაირად თქვა, იმის შეეშინდა, იქ ვიღაცამ გიჟური სიტყვა წარმოთქვა, იმის შეეშინდა და ის რაც შესაჩინებელია ის რომ აგერ ჩვენი პოლიტიკოსები გვიყვებიან, რომ ყველაფერი კარგად არის, საქართველო ჩვენია, ეს ქვეყანა კარგად არის, დაალაგებულია, ჩვენ შეგვიძლია ვიყიდოთ სნიკერსი და ვჭამოთ რეკლამებში, თუმცა იქ ისრაელი ირანში ბავშვებს ჭამს, კლავს, ცოცხლად წვავს. ყველაფერი კარგად არის, ხალხო, იყიდეთ სნიკერსი. შეჭამეთ, ეს მოგწამლოთ და მოგკლავთ, ძალიან კარგია. აი, ამის არ იშინიათ, ამას არ აკრიტიკებ. მაგრამ თუ ვინმე ახალი სახე გამოჩნდება, ახალი იდეებით, ой, საშიშია. სასულიერო აკადემიაში, საპატრიარქოში და სინოდის წევრებში შეიძლება რომ უკანალში ისი ამოვნონ და LGBT-ში არ შეიძლება რომ უკანალში ისი ამოვნონ. უკანალში, გესმით? ორივე ერთნაირი ნაგავია.
ორივე ერთნაირი ნაგავია. სასულიერო პირებს შეუძლიათ ახალგაზრდა გოგოებს ძუძუებზე მოეფერონ, ახალგაზრდებს არ შეუძლიათ ერთმანეთს მოეფერონ ძუძუებზე. ჯერ არასრულწლოვანები არიან. ჯოჯუას შეუძლია ძუძუებზე მოეფეროს ახალგაზრდა არასრულწლოვან გოგოს და მერე ეკლესიები აშენოს იქ. ბერების ხარჯზე და გაჭირებული ხალხის ხარჯზე მუხათგვერდში. ნიკოლოზ ფაჩუაშვილს შეუძლია ძუძუებზე მოეფეროს ბავშვებს და თან აიფონი ეჭიროს ხელში და ფილმებს წერდეს და გვასწავლდეს ჭკუას. მაგრამ თამარ მეფეს არ შეუძლია გაცოცხლდეს. არა, ეგ დანაშაული იქნება. ილია მეორის შეუძლია თქვას, რომ სინოდის წევრებში წმინდა გიორგი და წმინდა ნიკოლოზი დავინახე. აქ ზიან ორივე და ჯიპებზე შემომჯდარი არიან. ბულებით სავსე ჯიბებით. ეგ შეიძლება და ვიღაცამ რო თქვას მე წმინდა გიორგი ვარ, რომ გაცოცხლებულიო, ეგ არ შეიძლება. ეგ საშიშია. ხელდასმული არ არის რუსეთიდან. კაკებედან. აი ხელდასმული თუ იქნება კაკებედან, მაშინ შეუძლია თქვას, რომ გიორგი ბრწყინვალეა. ივანიშვილი გიორგი ბრწყინვალეა. რეინკარნაციაა მისი იმаш. მაგრამ თუ ვინმე თქვა ჩვეულებრივმა, რომ გიორგი ბრწყინვალეს რეინკარნაციაა, რომ გიჟია, საგიჟეს ჩასვით. ბუზალაძე შეუძლია ტრაკი აქნიოს ევროვიზიაზე, მაგრამ თუ ვინმე მოკლე კაბას ჩაიცმევს გარეთ, ბოზია. ტრაკი უჩანს. ადამიანებს იწვევს. ბუზალაძეს ილია მეორის ხელდასმა აქვს. აქნიე შვილო ტრაკი. კი, საჯაროდ, მილიონობით ადამიანური დაგინახავს ისე, თან უკან ცეცხლების ფონზე. ეგ კარგია, საქართველოს სიამაყეა და ის არ არის საქართველოს სიამაყე. ქართლის დედას რომ მოკლე კაბა ჩავაცვათ. არა, ის უნდა იტანჯოს. იმას შვილები უნდა აჩინოს. გაზარდოს ძუძუები დაიდგლიჯოს და მერე იქნება კარგი. გესმით? ანუ საბდგავართ, გესმით? ასე რომ ჩემო შვილებო, მე როგორც თამარ მეფე, მოგიწოდებთ რომ გამოფხიზლდეთ. ეგონოთ, მაინც გონიათ. მე ვარ თამარ მეფე, გაცოცხლებული, ამოსული მიწიდან, გამაცოცხლა ქრისტემ და აგერ თქვენ გესაუბრებით, როგორ ნუ ვერ ხედავთ და ვერ გჯერათ ამის. როგორ შეიძლება რომ არ მაინც გვირგვინი უნდა მეკეთოს, თავზე დავკარგე გვირგვინი, აღარ მაქვს. არ მჭირდება. ქრისტეს გადავეცი. ვიკაიფოთ რა ხალხო რა. დაიქიდეთ რა. ქრისტე მაინც მოდის და თავის საცოლესთან მაინც დაქორწინდება. გინდა ვიყო მე და გინდა იყო შენ, ნუ ნერვიულობ. ნუ. ეგ არ არის სანერვიულო. არაფერი არ არის სანერვიულო ამ დედამიწასა ზედა. არა. არც ის ვიღაცამ რო თქვას რომ თამარ მეფე ვარო. თამარ მეფე ვარო რო ითქვას, თქვას ისე მოიტყუება რო იცოდეთ რა. იცით რატომ მოიტყუება? ეხლა მე გასწავლის ერთ ხრიგს გასწავლით როგორ უნდა ისაუბროთ სიტყვის ძალის ხრიგს. აი ვთქვათ ვიღაცა დაიბადა თამარი მეფის რეინკარნაცია, ხო? აი მაგალითად მე ვარ თამარ მეფის რეინკარნაცია, მაგალითად, ხო? მე რომ თქვა ეხლა რომ თამარ მეფე ვარ. ვიტყუები.
აი მაგალითად 100%-ით ვიცი რომ თამარ მეფის რეინკარნაცია ვარ, ხო? და ვთქვათ, ვამბობ რომ მე ვარ თამარ მეფე. ვიტყუები მაინც. ვიტყუები მაინც, რატო ვიტყუები, იცი? არა ხარ მეფე. ნახე, არსებობს ესეთი სხვადასხვა თამაშები, ხო? აი ბაღში არის ეს ბავშვი დაждებიანი თამაშები, ხან დედა, ხან მამიკოა, ხან ის არის, ხან ის. თამაში რომ დასრულდება, ისინი არც მამიკოები არიან და არც დედიკოები, ისინი არიან ბავშვები. ხო და აბა ეხლა თამაშის მერეც რო გააგზელო რომ მე მამიკო ვარო, ხო? აი მამიკო ვარ, გინდა თუ არაო რომ დაიწყოს ბავშვმა. მამიკო მიწოდეთო, მე ხო მამიკოს თამაშობდი, აი ხო რაღაც არაადეკვატურად იქნება ეს ამბავი, ხო? ის იგივეა რა. ჩვენ თამაშობთ სულ მეგობრებო. ჩვენ ხან თამაშობთ თამარ მეფეს, ჩვენ ხან თამაშობთ ნაპოლეონს, ჩვენ ხან თამაშობთ თამარ მეფის მომსახურე პერსონაჟი ვიღაცა ქალს, რომელსაც ტახტი ეკუთვნის მისი სიზმრის მიხედვით. ჩვენ ხან ვთამაშობთ ჯალალედინს, ჩვენ ხან ვთამაშობთ ემი ვაინჰაუს, ჩვენ ხან ვთამაშობთ ენოქს, ჩვენ ხან ვთამაშობთ თამარს, ჩვენ ხან ვთამაშობთ პეტრეს, ჩვენ ხან ვთამაშობთ პავლეს. მაგრამ ჩვენ ვერ ვთამაშობთ ქრისტეს. იმიტომ რომ ძნელია ქრისტეს თამაში რა. აი ეს არის პრობლემა. არასდროს არ მოგცვლია იდეათ რომ ქრისტე გვეთამაშა. ვერ ჩავდივართ მის როლში. რაღაცა მოსაწყენად გვეჩვენება და აი რა ყველაფერი რიგზია. ქრისტიანები თუ დამკვიდრენ ამ დედამიწაზე ყველაფერი რიგზია მე და რაღაც მოსაწყენი ცხოვრებასავით გვეჩვენება და ამიტომ არის რომ ამბობს ზოგს საზოგადოებაში შესვლა არ მოუნდება, იმიტომ რომ მისი სული არ მოითხოვს ამას, მისი სულის ჯოჯოხეთს მოითხოვს. ხო და მე მაგალითად სხვათა შორის ნაწილობრივ თამაშობ ქრისტეს. კი, ნაწილობრივ ქრისტეს თამაშიც მითამაშია და აი ჯვარცმა არ მინდა რომ ვითამაშო რა. ეს რაღაცა სისხლის ღრებიან არ მიყვარს ეგეთი თამაში. თამარ მეფობანაც აღარ მიზიდავს, იმიტომ რომ იცი რა არის, ახლა გითხრათ რა. თამარ მეფემ იმ ხელა მიღწევებს, სულიერ მიღწევებს მიაღწია და სხვათა შორის ცხენებთან არ დაუძინია თამარ მეფეს, ამაში არავინ არ მოგატყუონ. ცხოველებთან თამარ მეფეს არ ქონია კონტაქტი სექსუალური, არ მოგატყუონ. იმ ხელას სიმაღლებს მიაღწია რომ არ ვიცი, აი ის რომ მოვიდეს ამ დედამიწაზე, ხო? მეფობა აღარ მოუნდება რა. აი ხო გეუბნებით რომ აღარ იტყვის თავის თავზე თამარ მეფე ვარო რა. არ იტყვის თავის თავზე თამარ მეფე ვარო. იცი რა სიტყვის? არ ვიცი რა სიტყვის. სხვათა შორის არ ვიცი რა სიტყვის თამარი. აი თამარი რომ გაცოცხლდეს მე კიდე რა მგონია იცით მეგობრებო, აი პირდაპირ გეტყვით ახლა რა. თამარ მეფე არ გარდაცვლილა, მიძინებულია. თამარ მეფე არ მომკვდარა. ის არის მიძინებული და ის გაცოცხლდება. აი ეს მგონია მე. გესმით? ეხლა რატომ მგონია გეტყვით რა. როდესაც თამარ მეფესთან ჩენელინგი ქონდა. ქართულად არ ვიცი რა ეწოდება. ჩენელინგი არის დაკავშირება. აი რომ უკავშირდები მის სულს და საუბარი იცლება. როდესაც მის სულთან მე საუბარი მქონდა, მე იცი რა მითხრა თამარ მეფემ? მითხრა ესეთი რამ, რომ შენ გამაცოცხლებ მეო. აი ესეთი რაღაც მითხრა. და როგორ მეთქი და როგორო და ეს საიდუმლოა ოღონდ. არ მინდა რომ თქვა. არის ვიღაცაზე დამოკიდებული. მარტო ჩემზე არ არის დამოკიდებული. ხო და რას იზავს ის ვიღაცა, ამას არ ვიტყვი ოღონდ. კარგით? ხო და შენ ნუ შეგეშინდებაო, აი ესე მითხრა. ოღონდო ნუ შეგეშინდებაო, ამ პიროვნებას მიენდეო, ესე მითხრა, გესმით? ხო და აი აქედან მე დავწმუნდი იმაში, რომ თამარ მეფე არის მიძინებული. მერე უფლის ციხეში რო ვიყავი, ეს დამიდასტურდა, იცით?
ერთ-ერთმა იქაურმა, არ ვიცი, მოსახლე იყო თუ რაღაცა უფლისციხეში გახსოვს, რომ ვიყავით ჩვენ მისული აქციაზე. უფლისციხე რო იყიდება და იქ ეკლესია რო აქვს გამოკეტილი და იქ შესვლა რო თანხაღლის. აი მაგ დროს რო ვიყავი, მაგ დროს ერთ-ერთი პიროვნება მოვიდა და ესე მითხრა რა, რომ საუბარი ჩამოგვივარდა. მეო სიზმარში მყავსო თამარი ნანახიო და ვიცი სადაც არის დაკრძალულია რა და აბა სად არის მეთქი მაჩვენი თუ აქ არის უფლისციხეშიო და შეგიძლია მეთქი რომ ამიყვანო თქო და მაჩვენო სად არის თქო და კიო როგორ არა გეტყვეღოთ იქ არაფერი არ არისო რომ ვიყავი მისულიო ეხლა მარტო კედელიაო ანუ კედელიაო და არაფერი არ არის მაგრამ სიზმარში იქ იყო გესმის და ავედით მივედით და მიყვება ესეთ რაღაცას ეს კაცი რა რომ მეო თამარ მეფე რომ ანახესო და საიდან გაიგე მეთქი რომ თამარ მეფე იყო თქო იმიტომ რომ იქ ხალხი იყო მოდიოდა და ჩვენც იქ ვიდექითო და ვიკითხეო ვინ არისო ეს გარდაცვლილიო და თამარ მეფე არისო ესე მითხრესო რა და თამარ მეფე არისო რომ მივედიო და ახლოს დავხედე სახეზეო ისეთი თეთრი იყო აი ნახე რაშია საქმე თეთრი იყო ისეთი აი არ გავდა მკვდარსო რა ძინავდაო ამ ადამიანსო და ეძინაო ამ ადამიანსო და ისეთი ლამაზი იყო მე ისეთი იმ სილამაზის ქალი არ მყავს არც ფილმებში ნანახია და საბოლოო ჯამში ამ ლაპარაკში მივედით იმ ადგილზე ვნახეთ რომ იმ ადგილზე არაფერი არის მაგრამ ასასვლელი არისო ესეო აკლდამა არისო იქო სანთელიც არის ანთიაო და მღვდლებიც არიანო რა ნუ რაღაცები მომიყვან კაცებთან მე უთხარი ამ კაცს რომ იცი რა მეთქი შენ კი არ განახეს მეთქი ეგ ხილვა კი არ იყო გაგახსენდა მეთქი შენ ეგ ამბავი თქო რა ამ ადამიანს ეს ადამიანი როგორც ჩანს იყო იმ დროში თამარ მეფესთან ძალიან ახლოს ან დაცვა იყო ან არ ვიცი რა იყო მაგრამ მისი სახე რო ანახეს ესე იგი მესიჯი მოვიდა როგორ შევხვდით მე და ეს კაცი ერთმანეთს ხო წარმოუდგენელია რომ ცხოვრებაში სადღაც აქციაზე მოხვდე უფლისციხეში და ამან მოგიყვეს თამარზე ხო რაღაც დაუმთხეველი ეს არის რაღაც გეგმა ღმერთის და ამ კაცს ათქმევინეს ჩემთან მესიჯი გამოაგზავნეს ჩემთან რომ თამარ მეფე მიიძინა თამარ მეფე არის მიძინებული ის არ არის მკვდარი და ამიტომ ის საუბარიც ეს მანამდე იყო ის საუბარი თამართან ჩემი საუბარი თამართან იყო ასეთი რომ შენ გამაცოცხლებ მეო და მე უთხარი როდის მეთქი რა ანუ მკითხე როდისთვის მოხდება მალე ძალიან მალეო 1 წელი 2 წელიც კი არაო ესე თქვა მაგრამ რა თქვა იცი მე მითხრა ესეთი რაღაცა რომ შენო ჯერ არ ხარ მზადო რათი არ ვარ მეთქი მზად თქო რა და არ ხარ განწმენდილიო აი ესე მითხრა მე ანუ ფიზიკურად არ ხარ განწმენდილი რომ ეს ამბავი მოხდესო რა გახსოვს ერთი პერიოდი მე რომ დავიწყე რაღაც ისენი შიმშილები ესენი ეგ მანამდე იყო სანამ ვესაუბრებოდი მას მოკლედ რას ელოდება თამარ მეფე ელოდება გაცოცხლებას მეორე ის რომ ეს ადამიანი ვინც გააცოცხლებს როგორც მე მითხრა არის მე ვარ და მე ჯერ გაწმენდილი არ ვარ ელოდება ჩემს განწმენდას მე როგორ მოვახერხებ განწმენდას ეს არ ვიცი მაგრამ თვითონ მითხრა რომ ვმუშაობ მე ამაზეო და ანუ კიდევ თქვა დამატებით შემიძლია მეთქი რამე გავაკეთო ისეთი რასაც ეხლა არ ვაკეთებ მეთქი და არაო ესე როგორც ცხოვრობო იცხოვრო მე ვმუშაობ ამაზეო გესმით? ანუ ის მუშაობს იმაზე, რომ აი ის მოხდეს რაც მის. მოკლედ ერთი სიტყვით ჩემი აზრით ყველაფერს თავისი დრო აქვს. აი აქედან გამომდინარე, ყველაფერს თავისი დრო აქვს და ფიზიკურ განწმენდასაც თავისი დრო აქვს. ყველაფერი თავის დროზე ხდება.
ყველაფერი დაძალებული, ნაჩქარევი, ნაძალადევი და ასე შემდეგ, ყველაფერი არის მცდარი. ამიტომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. ასე რომ ჩამოვკარგოთ თამარებო, ხო თუ იმედი გაგიცრუეთ, რომ თამარი არ არის მკვდარი და არც თქვენ ხართ თამარები. მინდა გითხრათ, რომ თამარმა როგორც ჩანს ძალიან ბევრ ადამიანთან სცადა მისვლა, მასში გაღვიძება ინფორმაციების და აქედან გამომდინარე წამოვიდა ეს გაღვიძება თამარ მეფე რო გონიათ თავი. ანუ რა მოხდა ეხლა ამ ფენომენსაც დავაკვირდი მე რა არის. თუ სული კავშირში მოდის ჩვენთან, ანუ ყველა ის სული ხო უნდა გაცოცხლდეს, ხო? გაცოცხლდეს და თუ სულები უკავშირდებიან ამა თუ იმ ადამიანებს, მე ეს დაცემა სად ხდება ნახე? აი თქვათ ადამიანმა დაინახა იმაში, აი იმას აქვს პოტენციალი, რომ იქ რაღაცა მოვახდინოთ, ხო? რაღაც ინფორმაცია მივაწოდოთ. აწვდიან ამ ადამიანს პოტენციალს იმ ინფორმაციებს და ამ ადამიანში რა სიდიდითაც არის სიწმინდე, იმ დიდით შეედინება ეს ინფორმაცია და რა სიდიდითაც სიბინძურია, იმ სიდიდით მე ანადგურებს იმ ინფორმაციას, მიღებულ ინფორმაციას. მაგალითად, თუ ადამიანში არის სიბინძურე, ბინძურება რა არის? ის კი არა, რომ ტალახები გაცხია და სუნი გიდის, არა. ბინძურება არის ის, რომ აი ქრისტემ რაც დაგიტოვა მაგალითად ამ პარტავნებისგან იხსენი თავი, იმისგან, იმის ნებისგან და ასე შემდეგ. აი ესენი არ უნდა იყოს შენში. თუ არის, მაშინ რა ხდება ნახეთ, შენ იმის ან სული გიკავშირდება გაწვდის ინფორმაციებს, უსასყიდლოდ გაწვდის ინფორმაციებს და როგორი რაღაც ხდება ისი მომენტალურად, შენში თუ გაიხვიძა ამ პარტავნებამ და დიდების მოყარეობამ, ამ სულს, რაც მოგცა, იმას აწერ, გესმის? და შენად ითვისებ. აი მე ვარ, გესმის? და რო არ ხარ, შენ მოგცეს ეს ინფორმაცია. და როგორც კი ეგ ჩდება, რომ მე ვარ, იფიქრებ, ხო? აი მაშინვე უკვე უკან იხევს ის სული და გართმევს ყველაფერს, რაც კი მოგაწოდა. იცით რატო? არ ხარ შენ. ამიტომ სიტყვის ძალა გითხარით და გაცნობეთ. სიტყვის ძალას მნიშვნელობა აქვს, როგორ ისაუბრებ. შენ არ ხარ თამარ მეფე. არც მე არ ვარ თამარ მეფე. მე ვარ თამარი. მაგრამ მე როგორც კი ვიტყვი თამარ მეფე ვარო, ვიტყუები, შო გაედინება ის ინფორმაცია ისევ ჩემგან, რაც მომაწოდეს. გახსოვთ ადრე გითხარით, 98%-ია ჩამოტვირთული თამარ მეფის ინფორმაციის თქო, ხო? აი ეს 2% რა არის, რასაც ელოდებიან თქვათ. ამ 2%-ში რა შედის? რა თვისებები შედის, ხო? აი ეს 2% არის დასალაგებელი რა. ეხლა არ არის ადვილი მართალი გითხრათ. ის მდგომარეობა, რაც მე თამარ მეფის სულის დაკავშირებამ გამატარა, ხო? მართლა ძალიან რთული იყო და ძნელი იყო. ეხლაც რთულია და ძნელია. ეხლაც. ალბათ ამ პროცესს თვითონ განაგებენ ისინი და მე არ ჩავერევი, არ ვერევი, ამიტომ არ ვერევი. ამიტომ არ ვამბობ, რომ მე ვარ თამარ მეფე. ბიჭო, არა ვარ თამარ მეფე, აბა სადა ვარ თამარ მეფე? ვინმე დამარქვა მეფე? მე უნდა მომანიჭონ ეს ტიტული, რომ ვთქვა, რომ მე ვარ თამარ მეფე. თუ ეს ტიტული ჩემთვის არავის არ მოუნიჭებია და მე ვიტყვი, რომ თამარ მეფე ვარო, პირდაპირ გატყუებ რა. და ისიც ატყუებს მეორეს, რომ ამბობს ჩემზე, რომ თამარ მეფეა. შენ ერთადერთი რა შეგიძლია იცი თქვა? რომ თამარ მეფის მსგავსია, მაგრამ არა თამარ მეფეა. გესმის? აი, აქ საუბარს დიდი მნიშვნელობა აქვს. რითი იგებს ბოროტი იცი? ენითი, ენაში გიგებს. ამიტომ წმინდა გიორგი ურჩხულს ენაში უყოფს ისას, იმიტომ რომ ენით უნდა მოუგო რა ბოროტს რა. ჩხუბით არა, სისხლით არა. დღევანდელ დღეობაში სატანას უგებენ ენით.
ამ ენით, გესმით? ამ ენით. ანუ ცოტა ნათლად თქვი, მოგიწოდათ ის ინფორმაცია ეხლა. რატომ კაიფობ ხოლმე რა? აი, მე არ ვკაიფობ. ესე მალაპარაკებენ. აი, ზეციდან ესე მალაპარაკებენ, რასაც მალაპარაკებენ ხოლმე. მე იქ ხალხი როგორ რეაქციასაც ახსენებს, ალბათ იმას აკვირდებიან, თორემ აი, არ ვიცი, მეც მაკვირდებიან, იმათაც აკვირდებიან. ჩემი სიტყვიდან რაც გამოდის, ის ხალხის რეაქცია, ხო? ანუ ჯერ ჩემი ხმა რომ მოსულიყო თქვენამდე, თქვენ გგონიათ რომ იქ ზემოდანაც ქნეს, მაგრამ მეც ხო უნდა მებრძოლა ამისთვის, არა? ჩემი თანხმობაც ხო იყო საჭირო მათთვის. ხვდები, ანუ ეს ომი არის ძალიან რთულად ასახსნელი ომია და პროცესიც ძალიან რთულად ასახსნელია. ადამიანს თვითონ უნდა ქონდეს გავლილი, რომ რაღაცნაირად გავაგებინონ, მაგრამ ვერ გაგაგებინებთ, ჯერ ეს ომი არ გაქვთ თქვენ გავლილი. ანუ ჩემი ომი თქვენ არ გაქვთ ჯერ გავლილი რა. ამიტომ ზოგს ეჩვენება, რომ ჩაციკრული ვარ თამარ მეფეზე, ზოგს ეჩვენება, რომ ძალიან განცდარი ვარ, ზოგს ეჩვენება, რომ ამპარტავნებაში ვარ, ზოგს ეჩვენება, რომ ეს მგონია, ის მგონია და მე ერთი რამ ვიცი, რომ რასაც მალაპარაკებენ, ის უნდა ვილაპარაკო. მე არაფერს არ ვსწავლობ მანამდე. არ მომდის ისენი სკრიპტები და არ ვკითხულობ, რომ ეს და ეს უნდა თქვა და ის და ის. არ ვიცი რას ლაპარაკობ. მე რო ჩავთავ აქ ვიდეოს ხოლმე, წინასწარ არაფერი არ ვიცი რას მალაპარაკებენ. მე რო ვუსმენ ხოლმე ჩემ თავსაც, მე ვიგებ ხოლმე რა ვილაპარაკ. გესმით რა შეასაქმე? მე ვარ აბსოლუტური მედიუმი ვარ რა. აი ჩემნაირებს უწოდებენ გერმანიაში მედიუმს. მიმღები გამცემი. გამტარი. ესმის გამტარი ვარ და თუ სადღაცა ჩემი ამბიციები გაერევა ხოლმე, იქაც ანუ გვარდება ყველაფერი რა, ანუ ყველაფერი არის განვითან, განვითარებაში. მაგალითად ახლა აი თქვათ მე მაქვს ამბიცია რომ ვიყო თამარ. რატომ ჩემ თავსაც ვეკითხები ხოლმე რომ აი თქვათ შეიძლება არის ეს ამბიცია. ხო და თუ არის ამბიცია, მე მილაპარაკე ჩემ თავთან. თუ არის ამბიცია, ხო, თამარ მეფის ვიყო თამარ მეფე. კაცო, მე გავიცანი თამარ მეფე რა, აი ძალიან მაგრად გავიცანი თამარ მეფე და მისი ცხოვრება არის ჯოჯოხეთია მისი ცხოვრება ხალხო. მე არავის არ უსურვებ თამარ მეფის ცხოვრების გავლას. აი დღემდე მე არ შემიძლია რომ ვინმეს უსურვო თამარ მეფის ცხოვრების გავლა. ის არის ჯოჯოხეთი. ის არის ერთი იმედგაცრუება მეორე იმედგაცრუებაზე. ძალიან დიდი ომი. ძალიან დიდი პირადის დათმობა. ძალიან დიდი ტანჯვა, ძალიან დიდი არ ვიცი რა დააშავა ამ ქალმა ესეთი წინა ცხოვრებებში, რომ ესე დაისაჯა. თამარ მეფე ძალიან დაისაჯა. და არ ეგონოს ვინმე, რომ თამარ მეფე მის ცხოვრებაში ისეთი დაფასებული იყო, როგორც დღეს ვაფასებთ თამარს. მისი ცხოვრების მანძილზე თამარ მეფემ გაიარა ჯოჯოხეთზე ჯოჯოხეთის ჯოჯოხეთი. გესმით რა არის ეს? ამბიცია მე რომ მქონდეს თამარ მეფე ვიყო, მაშინ დებილი უნდა ვიყო რა. იმიტომ რომ მაშინ ჯოჯოხეთი უნდა გავიარო და კიდე ჯოჯოხეთი და ჯოჯოხეთი რა. სხვათა შორის გველუკაშვილთან მქონდა ესეთი საუბარი და თქვა ესეთი რამეო, შენი მითხრა ესე, შენი შეცდომა არის იმაშიო, რომ შენ თამარ მეფე გგონია თავიო რა. ხო და იცი რა არის, მე მაშინ არ მქონდა პასუხი ამასთან, ვერ გავეცი პასუხი, იმიტომ რომ მე ჯერ არ ვიცოდი ბოლომდე მეგონა თავი თუ რა ხდებოდა, იმიტომ რომ იცით როგორი რამე, აი თქვათ მგონია, აი ხო შენ თავსაც ხო უნდა დააკვირდე რაღაცნაირად, გგონია, ამბიცია, რა არის,
ვერ იგებ, ეხლა როგორც ადამიანი ჯერ შენ თავსაც იცნობ, ხო რა გჭირს. მაგრამ მე რომ აი ვთქვათ ანალიზი გავაკეთე ჩემი თავის, რომ რანაირად მოხდი საერთოდ თამარ მეფის პორტალში მე ვერ გავიგე, ხო? და რომ დავაკვირდი, აი ესე და ესე დაიწყო, ესე და ესე დაიწყო. ნახე, დაბადებიდან დაიწყო. დაბადებიდან ექიმის პირით დაიწყო. და შემდეგ მამაჩემმა რომ დამარხვა თამარ მეფის სახელი, იმიტომ რომ ექიმმა უთხრა რომ თამარ მეფე დაიბადაო. გესმის? აქედან დაწყებულა თურმე. მე აკვირდები შენ თავს რა, რომ აი იმხელა ბრძოლა არის, შინაგანი ბრძოლა, რომ ვერ იგებ რომელი ხარ. რას ვერ იგებ რომელი ხარ, იცი? შენ ვერ იგებ, გააქვს ამბიცია თუ მართლა ხარ, გესმის? ანუ ხარ თუ არ ხარ? ხარში ხარ რა, ანუ ხტები ეს ხარი თვითონ ქართულ ასობგერებში ძალიან მაგრა არის და დალაგებული, რომ როდესაც შინ ცანში გადახვალ, მე გადახდიხარ ხარში. და ეს ხარის შემეცნება რა არის, ვერ ხვდებოდი რა. იცი სადამდე ვერ ხვდებოდი, სანამ გავარკვევდი ამ ვითარებას, რა ხდება? ვარ, არ ვარ, ხან ვარ, ხან არ ვარ, გესმის? ხარში ხარ. აქ მოვედი, ხარში მოვედი, გესმის? და სად არის ხარ, სად არის ქართული ჩემი ისა შპარგალკა. როდესაც ხარ, ჰოიში გადადიხარ მე რო გაივლი ამ ომს, ხარის ომს, მე ჰოი ურფონლში გადადიხარ, განმხრობაში გადადიხარ. და რა ომია ეხლა, აი შეიძლება თქვენს დაგეწყოთ ეს ომი და მე ეხლა როგორც გამოცდილი ამ ომში უკვე გამოვლილი ადამიანი გეტყვით რჩევებს რა, რომ როდესაც ხარის ომი დაგეწყებათ შინაგანში, უნდა გაარკვიოთ საიდან მოვიდა ეს იმპულსები, რომ აი თქვენ ამ პორტალში მოხვდით. მაგალითად ვიღაცას გონია რომ ნაპოლეონია, ხო? აი ეს ნაპოლეონი თუ თქვა შენ ხანში დარჩი, უბრალოდ ხარში დარჩი, რომ აი ჩათვალე რომ ხარ. გაიჭედებს, რომ ხარში გაიჭედე და მორჩა. შენ ვეღარ გადადიხარ ჰოე ურფონლი. ჰოეში ვერ გადადიხარ რა. იმიტომ რომ და იმას ბეჭედი დაასვი, ვარ, ხარ და მორჩა. და შენი ჯვარი გაქვს აკიდებული სულ მუდამ ესე ზურგზე, ჯან, ვარ, ხარ, ჯვარი ხარ, ხო? ამ ჯვარს ხო უნდა მოხსნა. ეს ჯვარი სულ აკიდებული კი არ უნდა გქონდეს ხალხო. ვარ და არიო რო გეტყვიან, ხო? აი რო წავა ეს ომი რო წავა, ხარის ომი რო წავა, რო ვარ, არი ვიღაცა იტყვის, იქ არ ვარ, ხან არ ვარ და გეტყვით, აი ძალიან ადვილად მოხდა ამის გაგება. ჩემთან ძალიან ადვილად არა, მაგრამ მე ადვილად მოხდა რა, მე ყველაფერში გავცნობიერდი. ენის ძალაში თუ გაცნობიერდებით, აი ის რომ აბა რას ამბობ, ვთქვათ რას ამბობ, აბა თქვი, მე ვარ თამარი. და რო გადაამოწმებ ახლა ამ ფრაზას. ხარ? როგორ არა ვარ, აბა როგორ ვარ? აი მე ვარ თამარ მეფე. თქვი, მე ვარ თამარ მეფე. ხარ? არა ვარ, როგორ ვარ? აი ვერ ვარ, არ ვარ, არ მაგ ტიტული არ მომანიჭა არავინ ჯერ. მაგალითად, მაგრამ მე რომ ვთქვა რომ მე ვარ თამარი, ვარ თამარი, თქვია თამარი, რა ვქნა ეს დავიბადე და ვარ, ამაში მართალი ვარ. ამაში სიმართლეს ვიძახი. იმაში რომ თამარ მეფე ვარ რომ ვთქვა, არ ვარ, სიმართლეს არ ვიძახი. აი ესე ძალიან ადვილად რა. გამოთვლა არის მეტი არაფერი. და როდესაც ამ ომს მოიგებ, გადადიხარ ჰოე ურფონლი. აი ახლა ეს ჰოე მანახეთ რა არის და ეხლა ნეტა ეს ჰოე გამაგებინა რა არის. და მე გავიგებ ალბათ ურფონლისაც გავიგებ. ეს ხარი გავიარე, ხარი და ხანდახან ხანაც ხარხარებდი და ხანაც ხანხანებდი, ხანუმებდი.
მოკლედ ქართული ანბანის არ მარტო ანბანი კი არა, ქართული ენა არის სასწაულებრივი რა. ისეთ რაღაც ინფორმაციებს გაწვდის. You don't know why you always tell me the lie you don't know. ერთი ბიჭი გავიცანი ბერძენი. ეს ბიჭი მე მომეწონა ძალიან. ეს ბიჭი მომღერალი იყო რა და ერთხელ თავისი სიმღერა მიმღერა. ოღონდ მე ჩემზე არ იყო დაწერილი, ესეთი სიმღერა აქვს რა რომ აი ხლა რაც მიმღერე, არიციო, რატომ სულ მატყუებოდა სიტყვილს, რატომ იყვები, არიციო და ესეთი სიმღერა და ძალიან ჩამჩა ეს სიტყვები, იმიტომ რომ ადამიანმა თვითონაც არ იცის, რატო იტყუება ხშირად. სანამ სიღრმეებში არ ჩავა. მე იტყვის, არა, რაღაც რა გატყუებდი, როდის გატყუებდი. გატყუებდი, არ შენ არ იცი რომ მატყუებდი, მაგრამ გატყუებდი. მე დამავიწყდა იმ ვიდეოს უნდა გადავხედო ერთი, სადაც აი მაშინ გამონათება მქონდა ბანანი რომ მიუტანა იმას. ნარიმას გახსოვს, აი ამენით მეთქი თამარ მეფე ყოფილვარ თქო. აი ის მაინტერესებს რა. უნდა გადავხედო ერთი. საიდან დავასკვენი ეს ფრაზები ამენით თამარ მეფე ყოფილვარ თქო, როგორ გამოვიდა, აი ძალიან მაინტერესებს. დამავიწყდა მე სხვათა შორის მეგობრებო, მე რასაც წერ ხოლმე, მე ყველაფერი კი არ მახსოვს, იმიტომ წერ. არ მახსოვს ის გამონათებები, მე უყურებ ხოლმე ხშირად ჩემს ვიდეოებსაც და ვიხსენებ რა, აი როგორც წერილი ისია, რომ დაწერ ხო, აღარ გავიწყდება და აი ეს ჩემი ვიდეოებიც ეგრეა, რომ ჩაწერა, აღარ გავიწყდება, გადაახვევ, ნახავ, ეს იმიტომ თქვი, ხო, ეს იმიტომ, ამიტომ ესე და ესე რა და ეხა ამხელა ინფორმაციები მოდის და გაწვდით. მე რო ეს ყველაფერი დავიმახსოვრო, ხო გამისკდა თავი. არ ვიცი, ბევრი რაღაცა მახსოვს, მაგრამ ბევრი რაღაცაც აღარ მახსოვს ხოლმე. გესმით? ამიტომ რომ განიღვრთო, ღმერთამდე რომ მიაღწიო, კარგი მეხსიერება გჭირდებაო და აბა გააქვთ კარგი მეხსიერება. უნდა ავარჯიშოთ, კარგი მეხსიერება ვარჯიშიდან მოდის. წავედი ახლა მე რა ხალხო, დავიღალე. ხო რა, ან რაზე ვკაიფობთ ხოლმე რა, მაგაზე ვკაიფობთ რომ ბიჭო, ერთი იცი რომ უნდა თქვა ეს და სხვა გზა არ გაქვს, უნდა თქვა ესე მოდის ინფორმაცია და ესე უნდა თქვა. მეორე ის რომ ხალხი ამაზე რო ავარდება ხოლმე და თავის სახეებს რო გამოავლენენ ხოლმე, ამაზე უნდა იკაიფო, თორე ადრე ვნერვიულობდი ხოლმე და ეხლა მივხვდი რომ ვინერვიულო, ისევ ჩემ თავს ვამნებ. ეს ტოქსიკურია. ტოქსიკური კიდე გშხამავს. მე კიდე აგერთ ამარ მომითხრა, უნდა გამაცოცხლო, უნდა განიცვინო ჯერო. ხო და რომელ ჯობია ტოქსიკ იმაში დავრჩი ამ შე გამოუფხიზლებ ხალხ ტოქსიკაში თუ ენტოქსიკაციაში გადავიდი, ხო? და ენტოქსიკაციაში გადავედი, ხა შევზღუდე Facebook-ზე კომენტარების წერა, ყველას არ აქვს უფლება დამიწეროს კომენტარი, მხოლოდ მეგობრებში ვიწყავს ის მიწერს კომენტარს. უცხო ხალხი ვეღარ მიწერს კომენტარს, იმიტომ რომ ძალიან გამოხტომები ქონდათ და მე ნერვიულობ, ხა რა ვქნა, მეც ადამიანი ვარ, ხო? ნერვიულობ. შეიძლება არ ჩანს რომ ნერვიულობ, მაგრამ ნერვიულობ, მაინც შინაგანად მაინც ნერვიულობ და არ ჯობია რომ არ ინერვიულო. თუ ადამიანს უნდა ჩემთან დაკონტაქტება, მაშინ ჭირდა ამემეგობრდეს. მე სანამ დავიმეგობრებ ხოლმე, იქ ვუყურებ ვინ არის, რა არის, ბოტია, ტროლია, ვიღაცაა და იმის მიხედვით ვიმეგობრებ ხოლმე. აბა გაკოცეთ, ეხლა წავედი მე მგონი ძალიან გამომიცალა ეხლა ძალა ამ ლაივიდან. დავიცალე. ცალეო, ნახე, დავიცალე, ანუ ერთი გავხდი. საინტერესო სიტყვა ესეც. გავეცალე. ანუ გამოვცალკევდი, ერთი გავხდი, ერთი მარტო ჩემთან დავრჩი. გავეცალე, დავიცალე, მოვიცალე. აბა გისმენთ, ესე იგი, მოვიცალე შენთვის. ძალიან ქართული ენა არის უძლიერესი რა. აი არ მითხრათ ეხლა რომ ჩინური უფრო ჯობიაო ჯოხაძესნაირად, მაგრამ რაც გინდათ ის ვქვით რა. ქართული ენა მე სიღრმეებში ჩავხედა. ანი დაჰოე გამაცნო, ქრისტეს დამაახლოვა და რა ვიცი კიდე რა. ლაზარე არის უმაგრესი. წავედით. გაგოცეთ.